თეატრმა რუსთაველმა დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი მოზარდი ფილმ გრავიტაციის ჩვენებას დაესწრო. კინოთეატრში დევნილ ბავშვებს უწყების ხელმძღვანელი თავად შეხვდა. ლელა გულედანის თქმით, სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ეს ღონისძიება შეუწყობს იმას ხელს, რომ იმ დევნილ ბავშვებს ისეთ ხელმისაწვდომობა არ აქვს ესეთ ფილმებს უყუროს და მულტიპლიკაციურ კინოთეატრებში იაროს. ჩვენ შევარჩევთ ისეთ დევნილ ბავშვებს, ვისაც მართლაც და არ დავყოფთ მათ პრივილეგირებულ ან არაპრივილეგირებულ დევნილებად. და ვისაც კი აქვს სურვილი და ჩვენთან დარეკავს, აბსოლუტურად სამართლიანად შევარჩევთ ყველა ბავშვს და მოვიყვანთ და მაყურებინებთ ნებისმიერ მულტიპლიკაციურ ფილმს. ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე, აღფრთოვანებული ვარ, მოხარული ვიქნებით კიდევ გაგრძელდება ისეთი ღონისძიებები, ანუ დღევანდელი დღიდან მე პირადად ისარგებელი მივიღე, რომ გავიცანი ბევრი მეგობარი, ძალიან საინტერესო ფილმი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კიდევ ბევრ საინტერესო ფილმს ვნახავთ.